Sabula როგორც თორნიკი აღნიშნა არც 28 ნოემბერს არც მანამდე კანონზე რო აქციები იყო. პროტესტი დაიწყო მაშინ, როდესაც ვიყავი ძალიან პატარა და მოკლეს სანდრო გირგულიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახისგან ახლობელი. და მე ვხედავდი იმ პერიოდში, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავდი იმ შიშს, რა შიშიც იმ დროს არსებობდა. მე მგონი ახსნა არავის არ ჭირდება საიდან გამომდინარე და რა ხდებოდა იმ პერიოდში ზოგადად. და მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატო შეიძლება ადამიანის აზრის გამოხატვა შეიძლებოდეს რაღაცა საშიშროების მომტანიან, რატო შეიძლება ადამიანმა იხსნოს საშიშროება, როცა უნდა აზრის დაფიქსირება და ამ ყოველთვის ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ალბათ ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისე დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც უნდა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი პროტესტი, როგორიც მაგალითად დღეს არის. ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ მათი მმართველობის დროს ყველაფერი კი არა ძალიან ბევრი რამე იყო ცუდად 2019 წლამდე ცხოვრობდით შვიდად. შემდეგ შემოიყვანეს გავრილოვი, კობახიძემ, შემდეგ იყო პოზნერი, შემდეგ იყო ლავროვიშვილი, შემდეგ იყო რუსული კანონი 1 და შემდეგ იყო რუსული კანონი 2, როცა მთელი ბედნიერი ვიყავით, კალათბურთით, რაგბით, ფეხბურთით, არ გვაინტერესებდა არანაირი განსხვავებები და მე პირადად საბერძნეთთან თამაშის შემდეგ უცხო ადამიანთან ერთად ვეხუტებოდით ერთმანეთს და ვტიროდით. ამ დროს შემოაგდეს ეს კანონი და კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ჩვენ ერთმანეთი კაცი, ეს უკრაინელები სხვა მათ შორის თუ ადამიანი არის, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მეტადონის პროგრამაზე და პროპაგანდაზე შეცვალა და ჩვენ ყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ ერთ-ერთ სასამართლოს უკვე მოითხოვეს და მეც მოვითხოვ, თუ რამე ვინმე ჩვენთან პრეტენზია აქვს, მოვიდეს, რომ მე დავუსვამ კითხვას, თუ გამცემს პასუხებს, მაინტერესებს, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს არ ელაპარაკებიან, მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ელაპარაკებიან, იმიტომ რომ მათთან ძლიერები არიან, სუფთა ადამიანებთან ვერ დაილაპარაკებიან.